თბილისის ღია ჩემპიონატი და ასევე გავათამაშებთ ჩვენი მეგობრის ლევან გარდავა სახელობის თასს და ერთი წუთით მხოლოდ წუთიერი გუნდით ადვილი მივაგოთ ლევანის ჩვენი მეგობრის ხსოვნას. იუნის ჩატარდა თბილისის ღია პირველობა VRPF-ის ეგიდით, სადაც იყო 6 მოძრაობა. აქედან 2 მოძრაობა არის ახალი სპორტის სახეობა, ასე ვთქვათ, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოში. ესენია მაჯით წონის ამოწევა და hip thrust, ანუ ხიდი გოგონებისთვის, სადაც კარგი შედეგები გააკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეჯიბრია. დღესვე ვათამაშებთ და გათამაშდა ჩვენი მეგობრის ლევან გარდავა სახელობის თასი ამოწევაში ტრადიციულად ეს უკვე მესამე წელია რაც ამ თასს ვათამაშებთ და მომავალშიც გაგრძელდება რა თქმა უნდა და ყველას მინდა მადლობა გადაუხადო ვინც დაგვეხმარა ამ შეჯიბრის ორგანიზებაში, კარგად ჩატარებაში და რა თქმა უნდა სპორტსმენებს რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნულ შეჯიბრში. მივიღე მონაწილეობა 100-დან 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, დავიკავე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი. ამავე წონით კატეგორიაში გავიმეორე მსოფლიო რეკორდი, რომელიც არის 95 კილოგრამი. მადლობა გულშემატკივრებს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის ღია ჩემპიონატზე, რომელიც ტრადიციულად ტარდება უკვე და ტრადიციული სახე მიიღო. ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ შეჯიბრება მიიღო საერთაშორისო სახე. აქვე მინდა ვახსენო ყველაზე დიდი მიზეზი ჩვენი ტკივილი, რა თქმა უნდა, ვის სახელობისაც არის დღევანდელი ტურნირი და ზოგადად ჩვენი ტრადიციული ტურნირი, ეს გახლავთ ლევანი გალდავა, რომელიც იყო ჩვენი მეგობარი და ვფიქრობ, ყველას მეგობარი იყო თავისი კარგი ადამიანობით, თავისი მეგობრობით, როგორც კარგი მამა, როგორც კარგი სპორტსმენი, რა თქმა უნდა და კარგი ექიმი. ძალიან გული გწდება, რომ ეს ყველაფერი ეძღვნება ადამიანს, რომელიც ჩვენ გვერდში არ არის, თუმცა ძალიან ვამაყობ პირადად მე და მთელი ჩემი სამეგობრო, რომ მან ესეთი სახელი სითბო და დატოვა ის ტრადიცია, რომელიცაც ჩვენ დღეს ვესწრებით. ოჯახს მინდა მხრეობა უსურვო და ყველა სპორტსმენს მადლობა გადაუხადო დღევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა გიორგი ბეროშის, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღის ორგანიზატორს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მის გვერდში დგას. მათი სია ძალიან დიდია და გამიჭირდება თითოეული თქმა, ამიტომ ყველას ერთიანად მადლობას ვუცხადებ და ვეტყვი, რომ წარმატებები ამ ძალიან კარგ საქმეში. ჩვენ ლევანი გვახსოვს. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩატარდა ეს ტურნირი, ლევანის სახელობის ტურნირი. ლევანი იყო ჩვენი მეგობარი, ჩვენი უახლოესი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი შედეგი, ძალიან კარგი შედეგი. იყო მსოფლიოს ჩემპიონი ამოწევაში და ეს უკვე ტრადიციულად დადონი გიორგი ატარებს ამ ტურნირს. მივესალმებით, ძალიან მიხარია, ყოველწლიურად ემატება ხალხის მონაწილეთა რაოდენობა. ლევანი მუდამ იქნება ჩვენთან, ლევანი ჩვენთვის მუდამ ცოცხალია და ეს თასი სულ უფრო და უფრო მოიხვეჭს სახელს.
ეს ჩატარდა ქალაქ თბილისში ლევან გალდავას სახელობის ტურნირი ამოწევაში და გავხდი აბსოლუტური ჩემპიონი. გავაფიქსირე 270 კილოგრამი. ლევან გალდავას სახელობის 100 და გუნდ